5 იტალიური სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით. დღეს გაგიზარებთ 5 სიტყვას, რომელიც ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთი მნიშვნელობით იყენებდით ხოლმე, მაგრამ დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კონტექსტშიც. და დავიწყოთ. პირველი სიტყვა არის piano. რას ნიშნავს piano? Piano მაგალითებს მოგიყვანთ. პირველ რიგში შეიძლება იყოს il piano del tavolo. ანუ მაგიდის ზედაპირი. მეორე piano terra. Piano terra ნიშნავს პირველ სართულს, ოღონდ როგორ პირველ სართულს იცით, როგორც კი შედიხართ სადაბერში პირდაპირ, ანუ ასვლა აღარ გჭირდებათ კიბეებზე. Piano terra, suonare il piano. Suonare il piano ნიშნავს პიანინოზე დაკვრას. Suonare il piano, parla piano. Parla piano, ნელა ისაუბრე, ნელა ილაპარაკე და მეხუთე un piano d'azione. Un piano d'azione. მოქმედების გეგმა. ანუ piano ამ შემთხვევაში იყო როგორც გეგმა. მაგალითად, no, ho un piano. არა, გეგმა მაქვს. გამოსავალი მაქვს. მეორე სიტყვა არის pesante და დარწმუნებული ვარ, რომ pesante მხოლოდ და მხოლოდ იგულისხმეთ როგორც მძიმე. მაგრამ ესე არ არის. გაგიზიარებთ ახლა კიდევ როგორ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. Pesante, una valigia pesante, mdzime čemodani, una lezione pesante, una lezione pesante, damghleli mosatsqeni gakwetili, una lezione pesante, da una persona pesante, una persona pesante. Damghleli adamiani, ai ძალიან რთული ადამიანი, una persona pesante. შემდეგი სიტყვა ზუსტად მსგავსი, რომელიც არის leggero. Leggero, რაც ნიშნავს მსუბუქს. Leggero, მაგალითად, una borsa leggera. მსუბუქი ჩანთა. Un libro leggero, მარტივი წიგნი. და una persona leggera. ძალიან ისეთი მარტივი, კარგი ადამიანი. Una persona leggera. შემდეგი სიტყვა mano. რაც ნიშნავს ხელს. Mano. მაგალითად, la mano, პირველ რიგში, ხელი. Dare una mano ნიშნავს დახმარებას. Dare una mano და avere la mano. რაიმის ნიჭი, კარგი უნარი. და ბოლო სიტყვა იქნება testa, რომელიც ნიშნავს თავს პირველ რიგში, la testa, თავი. მეორე, essere una testa dura. Essere una testa dura, ჯიუტი ადამიანი. და fare di testa propria. Fare di testa propria. საკუთარი აზრით რომ აკეთებს ყველაფერს, ანუ საკუთარი თავს რომ უჯერებს მხოლოდ და მხოლოდ. Fare di testa propria. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. დამიწერეთ კომენტარებში აქედან რომელი იცოდით და რომელ კონტექსტს უფრო ხშირად იყენებთ და noi ci vediamo nel prossimo video.